დიახ, როგორც თქვენთვის სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კონგრესმენ ჯო ვილსონთან შეხვედრა მის ოფისში, აი ზუსტად ჩემს უკან თქვენ ხედავთ კონგრესის ერთ-ერთ შენობას, სადაც ძალიან ცოტა ხანში მოხდება მეგობარი აქტის წარდგენა. მეგობარი აქტი თავიდან დაინიცირა კონგრესმენმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა, თუმცა მას აქვს, როგორც თავად გითხრა, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა. საინტერესოა, რომ მეგობარ აქტში იქნება გარკვეული ცვლილებაც. ეს ცვლილება შეეხება, როგორც იცით, აქამდე საუბარი იყო მხოლოდ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებზე. ახლა საუბარი არის ქართული ოცნების ყველა მაღალჩინოსანზე და ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ანუ სანქციები, რომელსაც კანონპროექტით ამტკიცების შემდეგ გაითვალისწინებს, ეს გავრცელდება როგორც ქართული ოცნების წევრებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. კონგრესმენი ვილსონი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ქართული ოცნება თავის არადემოკრატიული ნაბიჯებით არა მარტო ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, არამედ ასევე უახლოვდება ირანისა და ჩინეთის რეჟიმებს, რაც მომავალი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი იქნება. საინტერესოა ის, რომ მაიკ უოლცი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციაზეა წარდგენილი და მალე დაიკავებს ამ პოზიციას, 2020 წელს იყო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მომხრე, სპიკერი მაიკ ჯონსონი, რომლის კენჭისყრაც ცოტა ხანში დაიწყება, ის ასევე 2020 წელს აი ამ სანქცირების მომხრე იყო და ჯო ვილსონი გვეუბნება, რომ ქართული ოცნების მოლოდინები თუ იმედები იმასთან დაკავშირებით, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ერთად მდგომარეობა მათ ხელისუფლებასა და ამერიკის ურთიერთობას შორის შეიცვლება, არ არის მთლად გამართლებული და რომ ტრამპის ადმინისტრაცია და ასევე რესპუბლიკური პარტია დიდი ისტორიის მქონე პარტია, რომელიც ყოველთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის იბრძოდა და ისინი არ შეეპოვებიან თუ არ დაემორჩილებიან ამა თუ იმ ხელისუფლებით არადემოკრატიულ ნაბიჯებს.